მოდი რუსა. გამარჯობა სალომე. გამარჯობა. სად გინდა რომ დაჭდე? გადასარევი. მაგიდაც შეიძლება, მაგრამ რამე უფრო კომფორტული ხვარჯობია. ამასწავლებლები დიდი სიამოვნებით. ძალამასია. არ მიყვარს ბევრი აქსესუარი. ინტერიერი განსხვავებით, თქვათ, ტანსაცვლისგან ძალიან მოდური არ უნდა იყოს სახლის, იმიტომ რომ სახლის ინტერიერს ვაკეთებთ 20 წლით. რაც მოდურია, შევიტანოთ აქსესუარით. ფერით შეგვიძლია შევიტანოთ. თეთრი ფონით ამოწიო ყველა ის ფერი, რაც გინდა რომ შეიტანო. აგურის ფერი გინდა, მწვანე გინდა, წითელი გინდა და ამას როცა გინდა შეცვლი. ეს არის სასწაული საინტერესო რა. სკულპტურა. როგორც ფილიპ სტარკის ლიმონის საწური რომ არის და ეს არ არის ლიმონისთვის რა სკულპტურა არ არის საჭირო მაგაში გავწუროთ ლიმონსაც წურავს ეს ტრანკი ეს ჯონატან ადლერია მე მგონი რომ ეს ჯონატან ადლერი ძალიან საინტერესოდ მუშაობს ფერთან ყველგან შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ ინტერიერში ოღონდ აი მარტო ეს უნდა იყოს აქცენტი შავი იუმორი, ცირკის თემატიკა და ასე შემდეგ ძალიან მიზიდავს სარკასტული დიზაინი. ხო, ძალამაზე არა. სასწაული. ძერ კომპანია აკვატიკი. პრინტზე ესეც ხო ხერხია, რომ აი უფრო მეტი კიდევ უფრო მეტი. მე მიყვარს ფერი, ფერის არ მეშინია, ფერი მაშინ არ არის საშიში, როცა ამას პროფესიონალი აკეთებს. კაფე, ბარის დიზაინი შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს, ისედაც მოსაბეზრებელი ხდება, ხო, რაღაც დროის გასვლით. და თან იქ ალბათ გჭირდება რაღაც, რომ აი დავინახო და დაგვამახსოვრდეს, ხო? ყურადღების მისაქცევი, რამე ეპატაჟური. მიყვარს გარე ავეჯი, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ვატარებ გარეთ. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გარე ავეჯი, რაც არსებობს. არმანის კუთხე არის. ეს პრაქტიკულად ყველაფერი არმანია. ეს ალბათ იგულისხმება, რომ ღვინის ჩილერია თუ რისთვის? როგორც ვარნაკი, ისაც შეგვიძლია რომ გამოვიყო. უბრალოდ ზევიდან არის რაღაც საოცარი სილამაზის ფორმა. მე ძალიან მომწონს ოქროსფერი და ვერცხლისფერი ერთად გამოყენება. მგონია რომ ძალიან კარგი აქცენტია. ოქროსფერი აქსესუარი ძალიან ლამაზია ვერცხლისფერთან. ცალკეც და ისეც, მაგრამ ოქროსფერი უნდა იყოს 1 ან 2 წვრილი და 1. არ შეიძლება ოქროსფერი აქსესუარი იყოს 7, 10, მორჩა იქ აქცენტი აღარ არის. როცა აქსესუარებამდეა მისული საქმე, შეიძლება ამ დროს უკვე დიზაინერი დიდი ხნის დასრულებული დიზაინერს საქმიანობა. სახლში როცა უკვე ცხოვრობ და ამატებ აქსესუარებს და ესეთი რჩევა შეიძლება გამოადგეს ყველას, ვისაც დიზაინერი გულთავარ. რატომ ეს ადგილი, რატომ მოგეწონდა ეს კონკრეტული კუთხე? სინამდვილეში მომწონს ეს ქვასავით სავარძელი. ცოტა ქვარი, ცოტა მინიმალისტურია და ნუ მე ძალიან მიყვარს ახლა ვინ ჩემ დიზაინს თუ ადევნად თვალყურს მე ძალიან მიყვარს ესეთი კომბინაციები ეს მინიმალისტური ბრუტალური და თან ყუდრო და თბილი ყველაფერთან ერთად. ნუ არ ვიცი ახლა ვისთვის რა არის ეს სიმყუბროვე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტი კომფორტი მაქვს ცოტა ბრუტალურ და მინიმალისტურ სახლში, გარემოში ზოგადად. და რა თქმა უნდა ბალანსი მაგალითად ხის ძალიან თბილი ფაქტურით ბალანსი. ეს ხის ფაქტურა ეს ამერიკული კაკალი ძალიან უხდება ამ სიცივეს და აბალანსებს. ოღონ ესეც უნდა იყოს დოზირებულად. ნახე რა საკეთებს პეპელა. ესე აფრინდა და წავიდა. როდესაც აი აქ დახატული პეპელა სარკეში ირეკლება როგორც პატარა ვერსია. აი ჩემთვის აი ესეთი რაღაცებია დიზაინი, როდესაც შენ ნელ-ნელა იღებ რაღაც ობიექტს და ვაიმე სულ რაღაცა ახალს აღმოაჩენ. მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ იცი რაზე? არსებობს მოდა ინტერიერში. ტენდენციები კარგია, ზოგადი ტენდენცია რაც არის და მიუყვებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბოლო 100 წელია მაგალითად ერთ ტენდენციაზე ვდგევართ, რაც იყო ბაუჰაუსიდან დაწყებული და ფუნდამენტი ეგ არის, რა თქმა უნდა, რაღაცები დაკორექტირდა, მაგრამ ფუნდამენტი ის არის. მაგრამ მოდური და ტრენდული ვთქვათ, ესეთი ძალიან ახალი რაც არის ინტერიერში, ვცდილობ, რომ საცხოვრებელში ეს არ გამოვიყენო. საცხოვრებელში იმიტომ არ ვიყენებ, რომ საცხოვრებელი სივრცე უნდა იყოს ჯერ ერთი სრულიად შენზე მორგებული, კომფორტული ყუდრო იმისთვის, ვინც ცხოვრობს და 20-30 წლით მინიმუმ ვაკეთებთ. ხა გხედავთ, ძირსაც ბეტონია, კედლებზეც ბეტონია და კი, ეს მოდურია, მაგრამ ეს დროს უძლებს. ამან დროს უკვე გაუძლო. ეს კორბუზიედან დაწყებული მოდის ეს ბრუტალობა და
იქამდეც იყო და ეს არის რაღაც ძალიან ახალი, რომელიც ეხლა არის მოდური. თქვათ ძალიან მოდური ფერი, ეს იქნება კარაქის ფერი, ეს იქნება ბორდოსფერი, შინდისფერი, რაც ყოველწლიურად ტრენდია, აქსესუარი გამოვიყენოთ. ოკეი. ბალიში იყოს ჭიქა, თეფში, რაღაც სხვა აქსესუარი, რომელსაც უცებ ვინახავთ კარადაში, ან უცებ მოვხსნით ამ ბალიშს და ახალს დავდებთ, ახალს შემოვაკრავთ. ნუ მიკროცემენტი ახლა ძალიან მოგწონს და ხშირად ვთქვათ, რომ ეს ახლა მოდაში და აღარ იქნება, იმიტომ რომ როგორც ბეტონი არის ის, რომ ნატურალური მასალა, ნატურალური ყოველთვის იქნება მოდაში, ხა ხე მოდაში აღარ იქნება, როგორ უნდა თქვა, 27 სართულზე ალუმინის მინაპაკეტის შიგნით გააკეთო ვერსალი. არ შეიძლება შიგნით გააკეთო რაღაცა პარიზული სტილის მე-18 საუკუნის ინტერიერი. არა ავთენტური, ეს არის ძალით ყურით მოთხრეული. შენობის სტრუქტურა გეუბნება, როგორი ინტერიერის დიზაინი შეიძლება რომ გააკეთო. შეიძლება გააკეთო ცოტა კონსერვატიული, კლასიკური თუნდაც, მაგრამ ეს 27 სართულზე რა ქვია, ალუმინის, შავი ალუმინის მინაპაკეტს არ უხდება. არასდროს არ იქნება ეს ავთენტური, რაც ავთენტური და ბუნებრივი არ არის საჭირო ახლა დღესდღეობით არ არის საჭირო რომ ეს გავაკეთოთ. არ შეიძლება როკოკო და ბაროკო ავაშენოთ 2025 წელს, იმიტომ რომ ეს არა ავთენტურია. ცუდი კი არ არის. პირიქით ძალიან კარგია. ის დრო გავიდა, ის კარგი იყო, მაგრამ გავიდა. შენობა თუ არის ძველი და ისტორიული, თუნდაც ძეგლი იყოს ან არ იყოს, უნდა დავტოვოთ ძველი ყველა ის ავთენტური დეტალი რაც იყო შენობაში, მაგრამ აუცილებელი არ არის ლუდოვიკოს ავეჯი დავდგათ. აი აქ მივდიოდი. აი მან ძალიან კარგია მინიმალისტური ავეჯი. სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ კონტრასტის მეშვეობით დამატებითი ეფექტი შევიტანოთ. არის რამდენიმე მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც განსაკუთრებულ ემოციურ ჩართულობას ითხოვს. აი მაგალითად დიდი ქორწილი. ჩვენ ვიცით, რომ ხანდახან იმდენად დიდ ემოციურ ენერგიას დებენ ხოლმე ადამიანები ამაში, რომ მართლა სტრესის ქვეშ არიან მის ნაცვლად, რომ ძალიან უხაროდათ ეს დღე. დაღლილები მიდიან იქამდე. ზუსტად ასეთივე სტრესული არის, მაგალითად, ეს შენთვის საოცნებო სახლის აშენება, ან შენთვის საოცნებო ბინის რემონტი. და ამ დროს ალბათ დიზაინერი უნდა მოევლინოს კლიენტს როგორც რაღაც დამამშვიდებელი მართლა ტაბლეტი, რომ თან გაუგოს რა უნდა და თან ბოლომდე გავიდნენ მშვიდობიანად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ თუ მიხვედი დიზაინერთან, ეტყობოდეს დიზაინერის ხელწერა, ეტყობოდეს რომ დიზაინერის გაკეთებულია. თუ ადამიანი მივიდა და იყენებს დიზაინერის მომსახურებას და ამაში თანხას იხდის, ისეთი უნდა იყოს, როგორიც დიზაინერმა გადაწყვიტა. ოღონ სტილი წინასწარ უნდა შეთანხმდეს. წინასწარ გასაუბრების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველთვის წინასწარ შეკითხვა მაქვს, რომელი მოგწონს, რა მოგწონს და ამის შემდეგ ვიწყებ. მაგრამ თუ აი ხო ვამბობ, თუ აცდენილია ჩემ ხედვას, არ ვიღებ ეგეთ დაკვეთას, ყველა მიცის. რთული დავალებაც საინტერესოა, პატარა ფართიც საინტერესოა. პატარა ფართში ორჯერ უფრო რთულია, ვთქვათ, რაღაც კრეატიულის მოფიქრება, ვიდრე დიდ ფართში. რაც შეეხება ესე დამკვეთის მხრიდან, შენ იმ მომსახურებაში იხდი, რომ კრეატიული იყოს და განსხვავებული იყოს, რატომ უნდა გავდეს? აი, არის ხოლმე ესეთი შემთხვევაც, რომ აი ესე ჩემ მეგობარს აქვს და ესეთი მინდა. პირიქით, ესეთი არ უნდა გინდოდეს, ხო? მეგობარს რაც აქვს, ან მეზობელს რაც აქვს და თუ გინდა რომ ეს ორიგინალური და გამორჩეული იყოს, მაგისტვის მიმართავ, ხო? არავინ არ არის ვალდებული ის მოწონდეს, რაც დიზაინერს მოწონს, იმიტომ რომ სახლი არის ისეთი კომფორტის სივრცე უნდა იყოს შენთვის, რომ 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა იყოს. სახლი უნდა გერჩიოს ყველა სასტუმროს და რა თქმა უნდა დიზაინერმა ეს უნდა გაითვალისწინოს და ეს უნდა შეუქმნა ადამიანს, მაგრამ არა იმ ჩარევით, რომ საბოლოოდ შეიძლება ჰიბრიდი მიიღო მერე, ანუ აღარც დიზაინერის იქნება არჩენი. და არც განიხილება, რომ მისი სახლია და რა თქმა უნდა მას უნდა მოწონდეს არა დიზაინერს, მაგრამ დიზაინერს თუ მიმართავ, მაშინ უნდა მიყვე. მე ესე ხედავ. სად გაქვს ხოლმე უფრო მეტი ინსპირაცია ძალიან თანამედროვე სივრცეში თუ სივრცეში რომელმაც უკვე რამდენიმე სიცოცხლე იცხოვრა და ეხლა აი კიდევ ერთხელ აქვს შანსი რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს. არ ვიცი, არა ვარ ეგრე რადიკალურად მომხრე, ან ძალიან თანამედროვედან მივიღო ინსპირაცია, ორივე, ალბათ ორივე, იმიტომ რომ ძველიც ძალიან საინტერესოა, ბოლო ინსპირაცია ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მილანის ცენტრში, მე თვითონ სტუმრად ვიყავ ესე ძველ სახლში დარაბებით და ძალიან გავდა ძველი თბილისის ბინას და ეს დარაბები ძალიან მაგონებდა თბილისს, მაგრამ იყო ძალიან ავთენტური, რაც თბილისში უკვე ცოტაა და ეს ცოტა პარიზული, მაგრამ აი იტალიურ სტილში იყო ეს სახლი მოწყობილი და ძალიან კარგი ინსპირაცია იყო ჩემთვის და ამ პროექტზე ჯერ კიდევ მუშაობ. არ მიყვარს სტილის ჩარჩოები, რომ იყოს ესე ჩარჩო, მაგრამ ამ ჩარჩოს რო დიზაინერი გაცდეს, ჯერ იქამდე უნდა მივიდეს, რომ ყველა სტილი ან სტუდენტებს ეხება ძირთადად ეს, რომ აი ეს ყველაფრის არევა კარგი ყოველთვის არ არის, მაგრამ ყველა სტილი რო კარგად იცი, მერე შეგიძლია ყველაფერი აურეო და მერე შეგიძლია ჩარჩოში აღარ იყო.
გამოფენები, თუნდაც აი დიდი კომპანიები, რომლებიც პროდუქტს აწარმოებენ, რაღაცა გარკვეული პერიოდულობით რაღაც ტენდენციებს გვთავაზობენ. ეხლა მე დამჩერთ აბეჭდილება, რომ 70-იანმა წლებმა, როგორც ინსპირაციის წყარო, ძალიან სერიოზულად შემოგვიტია. მაგალითად, ავეჯის კუთხითაც ბევრი იყო ძალიან პრიალა ლაკირებული ზედაპირები, ჩაძირული ტახტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაღაც საინტერესო ელემენტები ამ დეკადის. როგორ ფიქრობ, რა იქნება ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციის წყარო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში? რა მოხდა შენ თვალში? თვალში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს ეს ტენდენციიდან, მაგრამ მგონია, რომ ყოველთვის ძალიან კარგი იქნება ეს ბუნებრივი მასალები, რაც შეიძლება მეტი ბუნების შემოსვლა ინტერიერში და ბუნებასთან ახლოს ყოფნა, როგორც არის ხე, თოკი, ყველა ბუნებრივი მასალა, მე ბეტონსაც ბუნებრივ მასალას მეწახე და ბუნებრივია, იმიტომ რომ სტრუქტურა შენობის ესეთია, თუმცა ეს 60-70-იან წლების დიზაინი ძალიან მომწონს და ძალიან ახლოს არის ჩემთან და მისაღებია და აქამდეც რომ შემოეტია კარგი იქნებოდა, ეხლაც რომ შემოგვიტია კარგია და მგონია რომ ყოველთვის იყო და არც გასულა. ანუ ჩემ ხედვაში ესე იყო და უბრალოდ რაღაცებს რომ ვერ ვხედავდი და ეხლა დავინახე, ეხლა მივხვდი რომ ეხლა უფრო წინ წამოვიდა რამდენიმე წელია, თუმცა ჩემ ხედვაში ეს სტუდენტობიდან იყო და იქ ვიყავი ყოველთვის. არა, რუს ახლა გასაგებია, მეც ამას ამოვარჩევდი. პირველად რომ ნახე გამოფენაზე რომ ვიყავი, რომ დავინახე გული მიფრიალებ და ისე მომეწონა შორიდან. ძალიან დიდი ხანია თვალი დადგმული მაქვს და ბევრ დიზაინში გამოყენებული. გონია რომ არის ხელოვნების ნიმუში ერთ-ერთი, იმიტომ რომ ამ ფორმამ მაინც ვთქვათ. კი, ეს მაფრიკის კოლექცია ზოგადად კარგია, მაგრამ ეს ფორმა მომწონს განსაკუთრებულად. ნუ ის ყველაფერი რომ ეს ჰენდმეიდია, ხელით სრულდება, იქსოვება ისა და აფრიკაში მზადდება როგორც და არის. კარი ავეჯია. ხო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ აი ეს დიზაინი ჩემთვის არის ხელოვნების ნიმუში. შეიძლება რომ ადამიანს უყვარდეს დიზაინი, უყვარდეს ფერი და აი ამ კონკრეტულმა დიზაინმა რამე არ აღძრას მაშინ რაღაცა სურვილები და ემოციები. ფერებით, რამდენიმე ვერსია აქვს, ბევრი ვერსია აქვს ფერის და ყველა მიყვარს, ნაცრისფერი ძალიან მიყვარს ამავე დროს, ნაცრისფერი თეთრში, ნაცრისფერი ღია ნაცრისფერში, ანუ ეს კომბინაციები ძალიან მომწონს და ხშირად ვიყენებ ინტერიერშიც, ანუ ეს არის დიზაინ ობიექტი და ეს სკულპტურასავით ვიყენებ. ესე იგი, ეს არის ტრადიციის, ფუნქციურობის კარგი დიზაინის, სილამაზის ნაზავი, ხო, ესე გამოდის. ამას სჭირდება პირიქით ინტერიერის შეხამება და არა ინტერესი, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული ინტერიერისთვის. არა, ყველგან ვერ დადგამ ამას და ხასიათი უნდა. ანუ აი რამდენიმე ობიექტი მაქვს ესე თავში გამოფენებიდან და ესე, რომელსაც ფიქრობ, რომ ინტერიერი დიზაინ ობიექტს უნდა მოვხდინო. ობიექტზე შეიძლება აეწყოს მთელი ინტერიერი და რომ შეიძლება ინსპირაცია წამოვიდეს ობიექტიდან და არა პირიქით. ხელოვნების ნიმუში ვფიქრობ, რომ ინტერიერს არ უნდა მოვხდინო. ხელოვნების ნიმუშისთვის უნდა შექმნა რაღაც სივრცე და იქ იყოს. ოკეი. სუპერ, უპერ, ტრულალა. წავედით.